გამარჯობათ, ესე იგი დღეს ვილაპარაკებთ მოგზაურობაზე, ოღონდ მოგზაურობა ბევრი მოტივაციითაა განპირობებული და ჩვენ ვისაუბრებთ მოტივაციაზე, როდესაც ერთი ადამიანი მიდის რაღაცის აღმოსაჩენად და რაღაცის სანახავად. ცოტა რომ მოგზაურობის გარეშე ისტორია არ არსებობს, იმიტომ რომ თუ რამე ამოძრავებს ისტორიას, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ მოგზაურობის ამ ისტორიისა არის რასაკვირველია მოგზაურობები. მაგალითად, მე-19 საუკუნე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მოგზაურობის აყვავების ხანა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ, იმპერიებმა გადაწყვიტეს, რომ მათ უნდა დააფინანსოს სხვადასხვა ექსპედიციები ან მოგზაურობები იმისათვის, რომ გაიგონ თუ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და სხვადასხვა ადგილას. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მახსენდება ალექსანდრე ჰუმბოლტი, რომელიც ოცნებობდა, რომ ოდესმე მას დართავდნენ ნებას, რომ ემოგზაურა დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის აზიაში, იგივე ცენტრალურ აზიაში და ის ცდილობდა როგორმე მოეპოვებინა ამის შესახებ ნებართვა. თუმცა მოგზაურობა მაშინდელი კიდევ სხვანა ბევრ პრობლემასთან იყო კავშირში. დღეს ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვიმოგზაუროთ, გადავიღოთ ფოტოები, ავტვირთოთ სოციალურ ქსელში და ყველა მიცის, რომ ეს ესეა და მაშინდელი ექსპედიციებში პრობლემა იყო ის, რომ ერთია შენ რას ნახულობ, მეორეა როგორ დღიურს დაწერ, მესამეა ანგარიში და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის, რომ ვიზუალურად უნდა ნახო ეს მოგზაურობა, კაცო, სად იყავი, როგორ ნახე, რანაირად იყავი, ამიტომ ამ მოგზაურებებს შორის აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ან მოგზაური, ვინც კარგად ხატავდა, ან სპეციალურად წარგზავნილი მხატვარი. მაგალითად, ცნობილია, რომ ტარას შევჩენკო, რომლის ძეგლი თბილისშიც დგას, ჭავჭავაძის გამზირზე, გარდა იმისა, რომ არის უკრაინის ნაციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ტარას შევჩენკო არის აგრეთვე ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ექსპედიციებში დაყვებოდა მოგზაურებს, რუსეთის იმპერიის მოგზაურებს და იქ ჩანახატებს აკეთებდა, იმიტომ რომ ის ძალიან კარგად ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ 1848 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო იმპერატორმა მას აუკრძალა როგორც დაწერების გამოქვეყნება, ასევე ხატვაც კი, მიუხედავად ამისა, ის ოფიციალურ ამ ექსპედიციებში ღებულობდა მონაწილეობას, ხატავდა ჩანახატებს და ამით ბევრი რამე ძალიან თვალთხილული გახდა სხვადასხვა ადგილებში, როგორ და რანაირად იყო ცხოვრება. ამ პერიოდში მე-19 საუკუნეებში ძალიან აინტერესებდა რუსეთის იმპერიას, აი არალის ზღვა სად არის, არსებობს თუ არა ეს არალის ზღვა, როგორ უნდა დაიტანონ ის რუკაზე, სად არის და ასე შემდეგ, რამდენიმე დიდი ექსპედიციაც კი იყო ამასთან დაკავშირებით. თუ იქ ამერიკაც კი, რომელიც იმპერია არ არის, მაგრამ მასაც აქვს რაღაც ესეთი კოლონიური ამბიციები და მაგალითად იწყებენ ფილიპინების კოლონიზაციას და აქაც მიდიან მოგზაურები, რომლებიც შემდგომში ანგარიშებს წერენ ამერიკის მთავრობის სახელზე. ანუ მოგზაურობა ხდება ძალიან პოპულარული მე-19 საუკუნეში, ან რო გადავხედოთ ქართულენოვან პრესას, იქ ხშირად ნახავთ სხვადასხვა ჩანახატებს სხვადასხვა მხარიდან, ისევ და ისევ მოგზაურების მხრიდან. ამ პერიოდში არის კიდევ ერთი პოპულარული მოგზაურობა, აღმოაჩინოს საკუთარი ხალხი, მაგალითად, ძირითადად უნივერსიტეტის სტუდენტები არდადეგების პერიოდში მიდიან და ცდილობენ ეს საკუთარი ხალხის ყოფა-ცხოვრება აღწერონ, ჩაიწერონ, იმოგზაურონ, ნახონ და ასე შემდეგ. მოკლედ, ესეთია ეს მე-19 საუკუნის მოგზაურებები და აქ ერევა ესეთი ძალიან საინტერესო კაცი, ბაგრატიონი მუხრანელი, ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელსაც შემდგომში ყველა ბურის სახელად მოიხსენიებს, რომელსაც ეს რაც ალექსანდრე ჰუმბოლტს აწუხებდა ან დანარჩენებს, ესეთი ამბიციები საერთოდ არ ქონია. ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის კაცი გამოდის ეს ნიკო ბური და ის გადაწყვეტს, რომ აფრიკაში წავიდეს ლომებზე სანადიროდ. რატო არის ნიკო ბური მნიშვნელოვანი ადამიანი? არა, ამაზე ბევრი რამე მიუთითებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მისი მოგონებები, რომელიც პირველად 1951 წელს, 51 წელს გამოიცა და შემდგომში რამდენჯერმე გამოიცა ეს წიგნი და აქ მნიშვნელოვანი არის რა, რომ ნიკო ბური ძალიან კარგად ყვება ამ თავის ამბებს. მაგალითად, ის ყვება
კარგად თუ როგორ ცხოვრობდნენ მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ასეთ მოშორებულ პერიფერიაში ბაგრატიონ მუხრანელები, როგორი იყო მათი ყოველდღიური ყოფა, როგორ ზრდიან ისინი შვილს, იმიტომ რომ მაგალითად ნიკო ბურმა აი ამ მოგონებების მიხედვით აღზრდის რამდენიმე ეტაპი გაიარა. პირველი არის ძიძა, რომელიც მას მხოლოდ ზღაპრებს უყვება, ანებიურებს, ეფერება. მერე ზრდის მას ქართველი მოურავი, რომელიც უკვე მას როგორც არისტოკრატიის წარმომადგენელს ასწავლის რას, ასწავლის თოფის როლას, ცხენზე ჯირიც და პრობლემებთან გამკლავებას. ანუ ეს აბსოლუტურად ასოცირდება მე-19 საუკუნის აღზრდის სტილთან, რომ არისტოკრატი უნდა იყოს ყველაფერთან ერთად, აი ამ თვისებები დაჯილდოებული ვაჟკაცი, ხანდახან თავქარიანი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ასწავლიან ნიკო ბურს. ამ პერიოდში ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მის აღზრდაში, რომ ოჯახი ცდილობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ესეთი ქონება, სხვებთან შედარებით მეტი, შვილებს უნდა მისცენ განათლება, ამიტომ შვილები მოყავთ თბილისში და მაშინელ თბილისში ისინი გერმანელ აღმზრდელთან მიებარებიან, რომელიც მათ ჯერ ამ ენას ასწავლის, გერმანულს და ფრანგულს და გარდა ამისა მათ აიძულებს, რომ სხვანაირი ცხოვრება სხვანაირად შეცვალონ. აქ ჩნდება რამდენიმე დეტალი მნიშვნელოვანი, მაგალითად კვების კულტურა, როგორ აიძულებს ის, რომ შეჭამონ კარტოფილი, რომელიც ამ ბავშვებს არ მოსწონთ ნიკო ბურს და მის ძმას და როდესაც ძალადობრივად გაუღებენ ამ ბავშვს პირს და ჩატენიან შიგნით ამ კარტოფილს, ეს აღზრდელი ძალიან ბედნიერია, როგორ მოარჯულეს ეს დაუოკებელი აზიელები. ანუ ის, რასაც ჩვენ ვიძახით, თუ ვის ეკუთვნის საქართველოს რომელ სივრცეს, აი ამ აღმზრდელისთვის ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს, რომ ის არის ევროპელი და აზიელი უნდა აზიაროს აი ამ განმანათლებლობას, მათ შორის ხანდახან მოარჯულოს. მოკლედ, ნიკო ბურის ბიოგრაფია ძალიან საინტერესო არ არის ეს შემთხვევითი ოჯახი, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მისი ბიძა გამოდის პლატონიოსელიანი და თბილისში ცხოვრობენ ამ რუსეთის ოფიციოსთან ძალიან დაახლოებული ოჯახია, მამამისი რუსეთის არმიის ოფიცერია და ასე შემდგომ, მაგრამ ამის მიუხედავად მის ოჯახი ის ამ აღზრდით ერთი მხრივ ბედნიერია და მეორე მხრივ სულ რაღაც თავგადასავალი უნდა. ამიტომაც არის ეს კაცი საინტერესო, რომ მისი мотиваცია არის აბსოლუტურად პერსონალური. გასაგებია შეიძლება იმ დროს ბევრს ქონოდა ესეთი სურვილი, რომ ვეფხვზე ან ლომზე ვინადირო, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობა არ ქონოდა, მაგრამ ნიკო ბურს ეს შესაძლებლობა ჰქონდა კიდევაც და თვითონაც ამას აკეთებდა. ის რომ მის პერიოდში იცვლება ბევრი რამე, ძალიან კარგად ჩანს მის აღწერაში, რომ ეს შემოდის უცხოური კაპიტალი, მაგალითად ის ერთი ხანობა აგროვებს მატყლს საქართველოში, იმიტომ რომ ბრიტანულ ფირმას უნდა აქედან მატყლის გატანა და ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ყველაფერს. მერე ხსნის აგრეთვე საქართველოში ამ არყის სახდელ ქარხანას და აგრეთვე ნიკო ბური მიემგზავრება როგორც თავადაზნაურობის წარმომადგენელი პირველად პეტერბურგში და ესწრება იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ინაუგურაციას. ეს ინაუგურაცია მისთვის წარუშლელ შტაბეშტილებას ტოვებს, იმიტომ რომ მუხრანელი ბიჭია თბილისში ჩამოდის, მაგრამ ამის იქით მოგზაურობა მისი მემუარებიდან არ ჩანს და რა თქმა უნდა აქედან პეტერბურგში მისვლა ეს დიდ სხვაობას იძლეოდა. და ზუსტად აქ იწყება მისი თავგადასავალი, იმიტომ რომ მერე მას მოსდის წინადადება, რომ ის წავიდეს აი ამ ლომებზე სანადიროდ აფრიკაში და თავდაპირველად ისინი პეტერბურგიდან ჯერ მიემგზავრებიან პარიზში და პარიზში ის დიდი მოგზაურობს და აი ეს შტაბეშტილებები როგორ ხედავს ეს პარიზს, როგორც აი უცხოურ კულტურას, სადაც ეს აღმაფრენა ხდება ხელოვნების და ასე შემდგომ, ის გატაცებული ამ ყველაფრით მოსწონს ეს, მაგრამ მაინც თავში სულ ეს აქვს, რომ ლომებზე სანადიროდ წავიდეს და პარიზიდან მერე გადააგდებენ ნიკო ბურს, აღარ წამოყვება ეს მისი პარტნიორი, რომელმაც შეპირდა, რომ ერთად უნდა წასულიყვნენ. მემუარებში წერს, რომ პარიზელ ქალებს გადაყვაო და აღარ წავიდა მერე სამოგზაუროდ ეს კაცი, მაგრამ ნიკო ბურმა გადაწყვიტა, რომ მაინც ასულიყო ამ აფრიკაში და მარსელის პორტიდან უკვე გაემგზავრა ალექსანდრიაში, დღევანდელ ეგვიპტეში და ამ მარსელში გაიგო, რომ დაიწყო ახალი ომი. პატარა
ბურების რესპუბლიკასა და ბრიტანეთის იმპერიას შორის და მემუარებში ჩანს, რომ უცებ შეიპყრო ამ პატარა ერს როგორ ჩაგრავს დიდი იმპერია და გადაწყვიტა, რომ ბურების მხარეს შეუერთდეს და იბრძოლოს. რა თქმა უნდა, ნიკო ბურისთვის ეს მარტივი ამბავი არ არის, იმიტომ რომ შეუერთდე ბურებს, ვინ უნდა ნახო, როგორ უნდა ნახო და აქ ჩანს, რომ ეს კომუნიკაცია, რომელიც დღეს ძალიან ოფიციალურია, მაშინ როგორი მარტივია, იმიტომ რომ მან ისე სწრაფად მოახერხა ბურების რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა, თითქოს რომელიმე ოფისში მიაკაკუნა და შესულიყოს. აღარ გავჩერდებია თვითონ ამ ბურების ომზე, იმიტომ რომ ბურების ომი დამთავრდა ბურების სრული მარცხით და ბრიტანეთის იმპერიის გამარჯვებით, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რამ, რომ თვითონ აღნიშნავს, რომ ის ხდება უცებ აი ამ მედიის ყურადღების ცენტრში, იმიტომ რომ მასზე წერენ, მასზე ლაპარაკობენ, ის იბეჭდება და ერთი შეხვედრით ამ ნიკო ბურს გონია, რომ აი რატო არის ის ესეთი დაინტერესებული. თავიდან მიაჩნია, რომ ეს მისი პირადი ინტერესის გამო არის, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ სულ სხვა რამეშია საქმე. ის როგორც პრინცი და სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ბურებს უნდათ ეჩვენებინათ, რომ სხვა ხალხიც იბრძვის მასთან ერთად. არა მარტო ნიკო ბური, არამედ ნიკო ბურთან ერთად სხვა ხალხიც. და მიაჩნდათ, რომ თუ ამას პრესაში დაწერდნენ, მაშინ ევროპული ხელისუფლებები უფრო ბევრ ყურადღებას მიაქცევდნენ ამ ბურების რესპუბლიკას. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ისტორიაში, სხვადასხვა პოლიტიკებმა და სხვადასხვა ინტერესებმა გადაძლეს ეს და ნიკო ბური ერთ-ერთი ბრძოლის მერე აღმოჩავარდება ტყვედ. მაგრამ თვითონ ეს კაცი ძალიან საინტერესოა, რატო? ძალიან აკვირდება ყველაფერს. აი მაგალითად აკვირდება ბურების მეურნეობა როგორ არის სამხრეთ აფრიკაში აწყობილი, რა სჭამენ, რამდენი ძროხა ყავთ, ასე შემდეგ, იმიტომ რომ მისი თვალი არ არის მაინც და მაინც პოლიტიკური აქტორის თვალი, მისი თვალი არის უფრო ესეთი მეურნე კაცის თვალი და აი ამას უყურებს ეს ნიკო ბური და მოსწონს ეს ყველაფერი როგორ არის ორგანიზებული, სულ უსვამს ხას სიტყვას დაწყრიალებას, ანუ ეს სისუფთავეც მოსწონს რაც არსებობდა ამ ყველაფერში. ნიკო ბურის ეს თავგადასავალი, რა თქმა უნდა, აქ ტყვეობით და იმით, რომ ყველაზე ცნობილად ჩვენთან უკვე თქვა, რომ ჩერჩილი ჩაიგდეს ტყვედ, ხო, ნუ იყო შემთხვევა, როდესაც მაშინ უისტონ ჩერჩილი რამდენიმე ხნით იყო ამ ბურებთან ტყვედ, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ არის ნიკო ბურის საინტერესო. საინტერესოა იმითაც, რომ ტყვეობაში როგორ გრძნობს ეს პრინცი თავს, ანუ ერთი შეხედვით ესეთი თავქარიანი კაცი, რომელიც ესე წავიდა სანადირო და აღმოჩნდა ამ დიდ თავგადასავალში. მეორე მხრივ როგორც კი ეწყება ტყვეობა, როგორ ტყდება ადამიანი გაჭირვებისგან, პირობების უქონლობისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ცდილობს ეს თავისი ღირსება შეინარჩუნოს და აი ერთ-ერთი მომენტია, როდესაც მას წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლებენ სხვა ბურებთან ერთად. აი ცხენების შეჯიბრი, ანუ რამდენი ცხენის დაჭერას შეძლებს ეს და ის დაჭიმავს თელს თავის ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები ეცდებიან, რომ უფრო ძლიერი ცხენები გამოუყვანონ, ის დაჭიმავს ამ ცხენებს და არ გაუშვებს ერთ ადგილას, გააშეშებს და ის ვერ ხვდება რატო აღფრთოვან და მაყურებელი ამით, იმიტომ რომ ამ ცირკის შოუ მას მოუტანა პოპულარულობა და გაბრაზებული ამაზე და ამბობს, რომ აი რა ვქენი ამისთან, მაგრამ მეორე მხრივ სიამაყის გრძნობა აქვს, რომ ნუ მართალია ბრძოლაში კი მომიგე შენ ბრიტანეთის იმპერია, მაგრამ მე სადღაც პატარა ადგილას ეს ცხენები გავაჩერე და დაგამარცხე იმ ადგილას. ამიტომ ეს მოგონებები ერთი მხრივ არის ჰეროიკული და მეორე მხრივ არის ძალიან ადამიანური, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ეს გმირობა რო სრულდება, როგორი არის ადამიანის ყოფა ამ ტყვეობაში. ამ ტყვეობის შესახებ სამწუხაროდ ამ მასალებში ცოტაა ნაწერი, სამაგეროდ არის მისი დღიურები გამოცემული 2016 წელს ეროვნული არქივის მიერ, ძალიან საინტერესო ჩანაწერებია, სადაც ნიკო ბური ფსიქოლოგიურ დახმარებას და ფსიქოლოგიურ შვებას პოულობს წერაში. ერთ-ერთ დღიურში წერს, რომ ძალიან ცოტა სანთელი არის და აქვს დარჩენილი, თუმცა არაუშავს ეს ივლისამდე ეყოფა, იმიტომ რომ საღამოს 6 საათი და დილის 6 საათამდე, როდესაც ის მარტოა ამ კარავში, ერთადერთი შვება არის ზუსტად აი ამ დღიურების და წიგნის წერა. ამიტომ ნიკო ბური ესეთი კაცია, აი ამ წერაში პოულობს შვებას და აი ამით ქმნის უზარმაზარ მემკვიდრეობას უკვე შემდგომში, როდესაც ჩვენც კი შეგვიძლია ამაზე რაღაცები ვილაპარაკოთ. ნიკო ბურის ეს თავგადასავალი
წმინდა ელენეს კუნძულზე ცალკე აღნიშნეს ღირსია, იმიტომ რომ ძალიან ელოდება წერილს ამ ოჯახისგან, რომ იქნებ ან დედა მოწეროს, ან ძმა მოწეროს, ან ვინმე სულიერს გაახსენდეს. ის და სამწუხაროდ არავინ არ წერს ამ წერილებს. ისე მთავრდება მისი ჩანაწერები, რომ ის წერილს ვერავისგან ვერ იღებს. სამწუხაროდ ამ წიგნში ამის შესახებ ის დიდად არაფერს არ წერს და საინტერესოა ის, რომ აი ამ დღიურებში მას აქვს ხარჯთაღრიცხვაც, იმიტომ რომ ამ წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრება ესე არ არის იცხოვრო შენ და გარჩინოს ბრიტანეთის ადმინისტრაციამ. შენ თავად უნდა გადაიხადო შენი რჩენის ფული და აქ აქვს ხარჯთაღრიცხვა, რომ აი ვიღაცისგან ისესხა ფული და მე როგორ ანაწილებს ამას ყოველდღე, რომ ნუ ერთ დღეს შაქრიან ჩაის დალევს, მე შაქრის ფული უმთავრდება და უწუხს, რომ ეხლა ყავა და ჩაი მომიწევს, რომ დავლიო ამ უშაქროდ, მაგრამ ნუ რას იწამს, უნდა დალიოს. და წერს აგრეთვე როგორ არის მოწყობილი ეს სოციალური სეგრეგაცია, როგორი ძლიერია პატიმრებს შორისაც კი, მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატიმარია, ვისაც ბევრი ფული აქვს, ის პატიმრობაში უკეთესად არის იმასთან შედარებით, ვისაც ფული არ აქვს, იმიტომ რომ მას შეუძლია ძალიან ბანალური რამე გააკეთოს, მაგალითად ყარავში დააგოს ხისი ატაკი და ამით სინესტეს აირიდოს თავიდან. ანუ უკეთესი ულუფა შეხვდეს საჭმლისთან და ასე შემდეგ. გარდა ამისა, კონფლიქტები, რომლებიც გადასახლებაში ყოველთვის არის და ამაზე ყურადღება ნაკლებად ვითარდება, როგორ სცემეს, მაგალითად ძალიან უყვირს, რომ ერთმა თვითონ ესე წერს, ერთმა ფერადკანიანმა სცემა ბრიტანელი ზემდგომი და დანარჩენი ბურებმა ფერადკანიანის სცემეს, ანუ მისი სიტყვებია ნიკო ბურის ჩემი არა ეს. ანუ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ეს რასობრივი სეგრეგაცია მაინც როგორ უფრო ცოცხალია. იყო შემთხვევები, როდესაც ბრიტანელებმა სცემეს ერთმანეთს ყოფმა გარნიზონმა და ასე შემდეგ. თან გეგონება ქრონიკებს წერს ეს კაცი ან Facebook პოსტებს, ერთ-ერთი წერილი აქვს, რომ ეხლა რაღაც ამას რო წერ ბრიტანულ ბანაკში ხმა ისმის, ალბათ დახოცეს ერთმანეთი და ხვალ იმედია გვეტყვიან რა მოხდა. ესეა ეს ყველაფერი აწყობილი ამ ნიკო ბურის ცხოვრებაში. ნიკო ბური მერე ამ გაცვლის შედეგად ბრუნდება, ოღონდ ჩამოდის პარიზში, მის ვისთან ერთადაც იყო ამ გადასახლებაში ამ ადამიანთან ერთად და აქაც ძალიან გულდაწყვეტილი საუბრობს უკვე, რომ აი როგორ დახვნენ მას მშობლები, როგორ მოატარეს, როგორ ანახეს ყველაფერი, მურლენ რუსში იყვნენ პარიზში და ეს არის 1900 წელი ეიფელის კოშკი ახალი გახსნილია და ამ ყველაფერი მასზე შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ ეს დარდი, რომ მის ოჯახს რა ბედი ეწია აქ, როგორ დღეში არიან იქ მეურნეობაში პრობლემები იყო და როგორ მოაგვარეს ეს მუდმივად სტანჯავს მას. წინა სიტყვაობა, რომლის ავტორიც აქ არის, სხვათა შორის არ წერენ ბოლომდე თუ როგორ ჩაწერეს მათ ეს მოგონებები ნიკო ბურთან, იმიტომ რომ აქ აშკარად იგრძნობა, რომ რაღაც კომუნიკაცია იყო მასსა და ავტორებს შორის, მაგრამ ნიკო ბურმა 1933 წლამდე იცხოვრა და გარდა ამისა მიიღო პირველ მსოფლიო ომშიც მონაწილეობა. მაგრამ ეს მემუარები ამის შესახებ ეს არ არის რაღაც ესეთი ექსკლუზიური მემუარები ამის შესახებ საქართველოში ცნობილია, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ამბავი ბევრთან ერთად ერთ-ერთი, რომ ეს მემუარები გაძლევს საშუალებას დაინახო ადამიანი დიდ პროცესებში. ადამიანი ყოველგვარი დიდი პოლიტიკური იდეების და მოტივაციის გარეშე, რომელიც უბრალოდ ესეთი თავგადასავალი უნდა რა აინტერესებს და ინტერესი არის ის, რაც ხშირად ამოძრავებს ბევრ რამეს, იმიტომ რომ თუ არ გაინტერესებს, არ იმოძრავებ. სხვათა შორის ეს აღზრდელი გერმანელი ეუბნებოდა თურმე ჟიულ ვერნის მოთხრობებზე, რომ ეგო თავქარიან ბიჭებს უყვართ და შენ არაფრით არ წაიკითხო, მაგრამ როგორ ჩანს ჯობდა წაიკითხა, ან სხვანაირი ბედი ქონოდა. ფაქტი ერთია, რომ ნიკო ბური არის კაცი, რომელმაც მისი ინტერესის გამო ბევრი რამე გაიარა ცხოვრებაში და ეხლა ამდენი წლის მერე ჩვენ უკვე გვაქვს ესეთი შესანიშნავი წყაროები, რომელიც უკვე ჩვენ გვიბიძგებს, რომ დავინტერესდეთ, რატო იყო ნიკო ბურის ცხოვრება ესეთი და როგორი იყო ეს 19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში მოგზაურობები.